მე მგონი რომ ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია რა იმ მიზეზის გამო რომ დაუშვათ თვითონ უკრაინას არ სურს ეს ყველაფერი, არამედ იმიტომ რომ რუსეთი რასაც ითხოვს არის არა მშვიდობა, არამედ არის კაპიტულაცია. ითხოვს კაპიტულაციას უკრაინისაგან და კაპიტულაციას ითხოვს ის უკრაინის ხელისუფლებისაგან. მისთვის ზოგადად უკრაინას ჩასატარებელი არჩევნები დაკავშირებული არის არა მართლაც რაღაც ლეგიტიმაციასთან, როგორც ის აცხადებს, არამედ ეს დაკავშირებული არის უშუალოდ მთავრობის ცვლილებასთან ან მასთან დაკავშირებულ პოტენციურ ქაოსთან, რომელიც უკრაინაში უნდა დადგეს. მაგრამ ომის დროს არჩევნები ზოგადად არ ტარდება ხოლმე. როდესაც არჩევნებზე გვაქვს საუბარი, არჩევნებს ჭირდება თავისუფალი გარემო, მშვიდობიანი გარემო, უსაფრთხო გარემო, რომელიც ახლა უკრაინაში არ არსებობს. და თავად უკრაინის პარლამენტს აქვს ეს აღიარებული და თავად უკრაინის პარლამენტს აქვს ეს ნათქვამი. შესაბამისად, რასაც რუსეთი ითხოვს, ეს არის მიზანმიმართული ის გეგმა, რომ უკრაინის შიგნით ახლა იყოს მეტი შიდა დაძაბულობა და მეტი შიდა ქაოსი, რაც საკმაოდ ნაცადი მეთოდია რუსეთის მხრიდან და ისტორიულადაც ცნობილი არის, რომ ზოგადად შიდა პრობლემები ხდება ხოლმე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამწვავების საგანი, რაც ეს რუსეთს ძალიან კარგად გამოსდის. მეორეც, აღნიშნოთ მთავარი ფაქტიც, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა. არ სურს განა იმიტომ, რომ რაღაცა სხვა ესეთი გააჩნია ზოგადი მიზნები ცხოვრებისეული და რაღაცა დემოკრატიული, როგორც ის აცხადებს ხოლმე. არა, მისი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე შეუსრულებელი. მას არ აუღია არც ერთი საოლქო ცენტრი ომის დაწყების შემდეგ, რომელსაც ისევ ფლობს. ერთადერთი იყო ხერსონი და ისიც დაკარგული აქვს მას. საუბარი მაქვს საოლქო ცენტრზე და არა რაიონულ ცენტრზე. მნიშვნელოვანია ზოგადად რუსეთმა, როდესაც ის აცხადებს, რომ ომს იგებს, ახდენს დემილიტარიზაციას, ამბობს, რომ უკრაინას ჯობნის რაღაცაში უნდა გადაითარგმნოს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კილომეტრიანი დერეფნის არსებობა, ხო ყირიმამდე, რომელსაც ის აცხადებდა. თვით ნოვოროსიის პროექტი, რომელსაც ის და მისი ესე ვთქვათ ხელისუფლების წარმომადგენლები წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ. გულისხმობდა ოდესის, მიკოლაივის ოლქების დაკავებასაც თავიანთი ცენტრალური საოლქო ქალაქებით. და ამ ეტაპზე რუსეთს ეს არ აქვს. ამიტომაც რუსეთში ახლა ფიქრობენ, რომ ეს ომი მათ ჯერ არ მოუგიათ და შესაბამისად მათთვის ცარიელი მშვიდობა, რომელსაც შეიძლება იყოს უბრალოდ ცეცხლის გაყინვის თვალსაზრისით, რომელსაც უკრაინის დემილიტარიზაცია არ მოხდება, უკრაინაში შიდა ქაოსი შეიძლება არ დაიწყოს, უკრაინა განაგრძობს მილიტარიზაციას. ამ შემთხვევაში რუსეთისთვის ეს შეიძლება არ გადაითარგმნოს როგორც გამარჯვებად და შესაბამისად ამიტომაც რუსეთი აგრძელებს ომს. გუშინ დონალდ ტრამპი დაემუქრა ვლადიმერ პუტინს, ბატონო გიორგი, მეორად ტარიფებს დაგიწესებთ, რუსულ ნავთობზეო, თუ კი არ წამოხვალთ შეთანხმებაზეო და 2025 წელს ფაქტობრივად გუშინ 1 აპრილის ღამე იყო პირველი, როდესაც რუსეთს არ მიუტანია დრონებით იერიში უკრაინაზე. ეს შეიძლება ჩავთვალოთ თუნდაც რაღაც მხრივ პოზიტიურ სიგნალად ცეცხლის არასრულ შეწყვეტამდე, არამედ თუნდაც აი ამ კუთხით, რომ არ ვიცი, დრონებით შეტევას რომ აღარ განახორციელებს რუსეთი. აი ეს ფაქტი რისი თქმის საფუძველს გაძლევთ? უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი. პირველი კონტექსტი არის ის, რომ დონალდ ტრამპი შეხვდა ფინეთის ხელისუფლებას და ფინეთის ხელისუფლებამ ძალიან ადეკვატურად ჩამოყალიბებულად აუხსნა რუსული საფრთხეები დონალდ ტრამპს და ამაზე იყო ერთგვარი პოზიტიური რეაგირება დონალდ ტრამპის მხრიდან. ხოლო მეორე კონტექსტი არის ის, რომ პუტინი არის ძალიან კარგი манипуляტორი. მან კარგად იცის როგორ უნდა მოახდინოს ზეგავლენა, ესე ვთქვათ, დონალდ ტრამპზე და ეს ზეგავლენა მოხდა კიდეც იმიტომ, რომ სწორედ აი ამ კონტექსტში, როდესაც ესე ვთქვათ, რუსეთი ცდილობს გარკვეულ манипуляციას და საკუთარი თავის მშვიდობიანად წარმოჩენას, გარკვეულ მომენტში, კონკრეტულ მომენტში, თორე ცხადია, გრძელვადიან ეს არ იქნება. ამ განცხადებებისა და ამ ქმედებების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვს ძალიან ბევრს, უკრაინა ითხოვს ნატოში გაწევრიანებას და მას ამ გარანტიების მიცემა მისთვის არ შეუძლია. ანუ სწორედაც მთელი აზრი ამ შემთხვევაში არის ის, რომ რუსეთი ეფექტურად თამაშობს უშუალოდ დონალდ ტრამპის ზოგადად განწყობებსა და შეხედულებებზე და ნათელი არის ისიც, რომ გრძელვადიანად რუსეთისათვის დონალდ ტრამპის საკითხი არის გადაჭრადი საკითხი, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ ადრე თუ გვიან დონალდ ტრამპი ამ თემას ჩაეხსნება, უკრაინის თემას ჩაეხსნება და ეს გადაერთვება ან ირანის თემაზე, ან ჩინეთის თემაზე, ასევე ჩრდილოეთ კორეის თემაზე, ან სხვა მრავალ თემაზე, ისრაელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ხო? აი ამ მიმდინარე თემებზე გადაერთვება და ის ფიქრობს, რომ გრენლანდია, პანამა, სხვა დაძაბულობა ევროკავშირის ურთიერთობებთან არის ის გასაღები და ის გამოსავალი, რითაც შეიძლება დონალდ ტრამპი მოწყდეს უკაცრავად უკრაინულ ურთიერთობებს. სწორედ აი ამიტომაც აღარ სურს რაღაცა პატარა მონაკვეთი, შეიძლება ეს იყოს რამდენიმე დღე, შეიძლება არც გასტანოს რამდენიმე დღე, მაგრამ რამდენიმე დღე შეიძლება მან გარკვეული манипуляციის მცდელობა კონდეს დონალდ ტრამპზე და
უნდა შევხვდეთ რომ დონალდ ტრამპი სამწუხაროდ ხანდახან ამ манипуляციებზე ხისტად და მკაცრად როგორც ამერიკის ხელისუფლება შეიძლება ჩვეოდეს ისე არ პასუხობს ხოლმე და ეს დიდი პრობლემაა. სხვათა შორის ამაზე დღეს ისაუბრა თავად ჯონ ბოლტონმაც, რომელიც გახლავთ დონალდ ტრამპის ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი და მანაც აღნიშნა რომ დონალდ ტრამპის მთელი პრობლემა გახლავთ ის რომ მას არ აქვს გრძელი სტრატეგია და ის მოქმედებს როგორც მოკლევადიანი ტაქტიკოსი შესაბამისად პასუხებს ცემს მხოლოდ ძალიან მოკლე გამოწვევებს და შესაბამისად ეს ძალიან კარგად იცის ვლადიმერ პუტინმა. მინერალების შეთანხმებაზე მინდა გკითხოთ ბატონო გიორგი, აი ტრამპისთვის ეს არის პრინციპული საკითხი, ხო? აი გუშინაც მაგალითად მან თქვა რომ ზელენსკი აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას და დაემუქრა მას რომ დიდი პრობლემები შეექმნებოდა. აი თუნდაც ეს ხელშეკრულება შეიძლება გახდეს იმის საბაბი, აი რასაც თქვენ ამბობდით რომ ტრამპი შესაძლოა ჩაეხსნას უკრაინა-რუსეთის საკითხს. ისე რა ჩახსნას, როდესაც გულისხმობთ ჩვენ არ გულისხმობთ რომ ის დაუშვათ უკრაინას დაუპირისპირდება რაიმე ფორმით. ეს გულისხმობს იმ საკითხს რომ მისთვის პრიორიტეტის სხვა მიმართულება გახდება, მით უფრო რომ ამერიკის ეკონომიკაში გარკვეული ნეგატიური ძვრები არსებობს და მით უფრო ხედავთ რომ აი ტაივანის ირგვლივ სიტუაცია დღის მდგომარეობით ძალიან დაძაბულია, როდესაც ჩინურმა ხომალდებმა მისი პრაქტიკულად დე ფაქტო მისი წყლების ბლოკადა დაიწყეს. ნუ ეს გარკვეული წვრთნებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მაინც აქ საკითხი მარტო მინერალებზე არ არის, თუმცა მინერალების შეთანხმებას აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი იმ გაგებით, რომ ზოგადად ტრამპი საკითხს უყურებს როგორც ბიზნესს. ის საკითხს არ უყურებს როგორც პოლიტიკას, მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვანი არის წაგება-მოგება დანახარჯი ამონაგები, ხო? შესაბამისად, მისი ლოგიკიდან უკრაინის ხელისუფლებას აქვს გარკვეული ვალდებულება, ის ესე უყურებს, რომ ასე ვთქვათ, გადაუხადოს ის დანახარჯი, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით გასწია უკრაინისათვის, მაგრამ ნათელია რომ აქ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს დახმარება იყო არა ეკონომიკური მიზნით გაკეთებული, არამედ ეს იყო პოლიტიკურ სტრატეგიული მიზნით. სწორედ აი ამ კონცეფციაში არის აცდენა უკრაინის ხელისუფლებისა და ამერიკის ხელისუფლებასთან და ისევე როგორც დასავლეთის შიგნით დაძაბულობას როცა ვადევნებთ, აი სწორედ ეს არის წყალგამყოფი, ხო, როდესაც დონალდ ტრამპი უფრო საკითხს ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე უყურებს, ხოლო უფრო მეტად ასე ვთქვათ სტრატეგიული მიზნებიდან უყურებენ ევროპელები და იგივე უკრაინელები. მე ვფიქრობ, რომ მათ შორის, რა თქმა უნდა, თუ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწია, სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გამწვავდება, მაგრამ ის რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამის გარეშე შეიძლება ჩაეხსნას უკრაინას, გარკვეულწილად ესეც მოსალოდნელია. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე მინდა რომ ვისაუბროთ, აი მან თქვა რომ რუსეთი იმის გამო აჭიანურებს აი ამ სამშვიდობო პროცესს, რომ ის ემზადება ახალი მასობრივი შეტევისთვის, რათა მეტი უკრაინული მიწა დაიკავოს, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. აი რამდენად საფუძვლიანია ზელენსკის ეს მოლოდინი, რა შეგიძლიათ გითხრათ? უნდა აღნიშნოთ, რომ როდესაც საგაზაფხულო გაწევა მიმდინარეობს, 160,000 დამატებითი სამხედროზე გვაქვს საუბარი რუსეთში, რომლებიც უნდა იყვნენ გაწეულები და რუსეთი სხვათა შორის უფრო ადეკვატურად მიუდგა გაწევის ახლანდელ ეტაპს, ვიდრე წინა ეტაპებზე ქონდა საუბარი, უფრო დიდი ხანი წვრთნის თეულ სამხედროს და მნიშვნელოვანი არის ასევე იმის აღნიშვნა, რომ მათი გადასროლა ხდება არა უკვე არსებული ფრონტის ხაზებზე, არამედ გადასროლა ხდება იგივე საოკუპაციო ხაზის მიღმა, საუბარი მაქვს უკრაინა-რუსეთის ან ბელარუსი-რუსეთის საზღვრების მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ შეტევის შანსი არსებობს და ამ შეტევის მიმართულება შეიძლება იყოს ნებისმიერი არსებული, ესე ვთქვათ, ან არარსებული, ჯერჯერობით არარსებული, ესე ვთქვათ, მიმართულება, მათ შორის არ არის გამორიცხული ეს იყოს დასავლეთი უკრაინა, ცენტრალური უკრაინა, იგივე ჩერნიჰივის ოლქი, იგივე სუმის ოლქი, სადაც პრინციპში დივერსიული შეტევები მიმდინარეობს კიდეც. აი რამდენიმე კვირის წინ ვიხილეთ კიდეც რუსების მცდელობა სუმის ოლქში, რომელიც რუსეთის ესე ვთქვათ ოლქებს ბელგოროდის ოლქსა და კურსკის ოლქს ესაზღვრება, იქ შეჭრის შესulis უკაცრავად მცდელობა სასაზღვრო პერიფერიებში. ანუ ეს იმის ინდიკატორი არის, რომ რუსეთისაგან ყველაფერი მოსალოდნელია და მით უფრო ერთ-ერთი მთავარი ფაქტიც უნდა დავამატოთ, მით უფრო რუსებმა დაიწყეს რამდენიმე ესე ვთქვათ კვირის გაყვირა, უკვე თუ მეტი შეიძლება თვეც იყოს. ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების დაგროვება და მათი ალბათ ერთიანი გაშვების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ინდიკატორი იმისა, რომ რუსები გადადიან ხელახალი მასშტაბის უკვე საზაფხულო ან საგაზაფხულო შეტევაზე და მე უნდა დავამატოთ ის ფაქტი, მე მისურს აუცილებლად ამას ხაზი გავუსვა, რომ სანამ კრემლში სჯერათ რომ მომს მოიგებენ და ომის ფილოსოფიაში ძალიან ცნობილი არის აი კლაუზევიციობის ფილოსოფია და ის ამბობს რომ რა არის ზოგადად სიმძიმის ცენტრი ქვეყნის ხომ და რუსეთის სიმძიმის ცენტრი არის მისი რწმენა რომ თუ კი ძალიან დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას შესწირავს ის ამომს მოიგებს ეს არის ძალიან ცნობილი რწმენა რომელიც რუსეთს აქვს და შესაბამისად სანამ რუსეთს აი ეს ცოცხალი რესურსი აქვს
სანამ არსებობს შიგნით ჯერ კიდევ იმის განწყობა რომ ამ ომის მოგება შეიძლება და დამეთანხმებით რომ ომი მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის ველზე არ წყდება არამედ ადამიანების ლიდერების გონებაში წყდება ომის ბედი ხოლმე როდესაც ისინი იჯერებენ რომ სრულმოსაგებია მე ვეღარიგებენ და როდესაც აი ამ ცდილობებს ამ წლის აუცილებლად შეტევებს ვიხილავთ აი ამის შემდეგ შეიძლება უკვე გამოჩნდეს სურათი რეალურად რა მდგომარეობა ფრონტის ხაზზე და გააჩნიათ თუ არა მხარეებს კომპრომისი რადგანაც აი შევაჯამებ რადგანაც თუ კი ჩვენ საუბარი გვაქვს მოლაპარაკებაზე ხაზი უნდა გაუსვათ იმას რომ მოლაპარაკება ყოველთვის კომპრომისით დგება ხო ანუ არ არსებობს როდესაც ერთი მხარე ყველაფერს თმობს და მეორე ყველაფერს იღებს როდესაც ახლა მიმდინარე პროცესებს ვადევნებ თვალს უკრაინა რეალურად არაფერს არ იღებს რუსეთის მხრიდან ამოთხოვნებიც არსებობს ანუ აქედან გამომდინარე ხედავთ რომ რუსეთს არავითარი კომპრომისული ნება არ გააჩნია ომი გააჩეროს და შესაბამისად აი როგორც ამდენმე ესე თქვა კვირის წინ კონგრესში იყო ამერიკის კონგრესში იყო მოსმენა და ხაზგასმა მოხდა უკრაინა სულ იარაღის გარეშე დარჩეს ხელებითაც კი ომებენ ისინი ანუ ეს განწყობა რეალურად კონგრესში რაც ითქვა არსებობს ესე იგი უკრაინის შიგნით